მაშინ როდესაც მმართველ გუნდს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი წარდგენილი ხავს, ოპოზიცია ისევ კონსულტაციების რეჟიმშია. არაოფიციალურად სახელდება თბილისის მერობის სამი პრეტენდენტი: მერაბ სეფაშვილი, ალეკო ელისაშვილი და გიორგი შარაშიძე. თუმცა საბოლოოდ რომელ კანდიდატზე შეჯერდება გახარია ხაზარაძის ალიანსი ისევ უცნობია. რაც შეეხება ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას, 8 პოლიტიკური პარტიიდან ნაწილი სამომავლო ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად ისევ ქუჩის პროტესტის გაძლიერებას განიხილავს და ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას ანონსებს. ვიდრე ოპოზიციის საარჩევნო კანდიდატები დასახელდება და არჩევნებს გამიჯნული პარტიები სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდებიან, ცნობილი ხდება, რომ 4 ოქტომბერს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 17 პოლიტიკურ სუბიექტს შორის მოუწევთ. ამ მომრჩეველს კი ბიულეტენზე 4 და 5 ნომრის ქვეშ არა ნაციონალური მოძრაობა და ახლები, არამედ სხვა პარტიები დახვდებიან. ცესკომ ორივე მათგანს საარჩევნო რეგისტრაციის გაუვლელობის არგუმენტით საარჩევნო ნომრები ჩამოართვა. საარჩევნო კამპანია გახსნილია, წინა საარჩევნო პროცედურების დაწყებული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩევლებს ელექტრონულ ბიულეტენში 17 პოლიტიკური სუბიექტი დახვდებათ. მამული ენა სარწმუნოება, დემოკრატთა ალიანსი, კონსერვატორები საქართველოსთვის, ქართველ ერთობა, ჩვენი გაერთიანებული საქართველო, მესამე გზა, თავისუფალი საქართველო, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ძლიერი საქართველო ლელო, მემარცხენე ალიანსი, საქართველო მწვანეთა პარტია, საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია, სახალხო ხელისუფლება, გახარია საქართველოსთვის, გირჩი ქართული ოცნება. იმის გამო, რომ ოპოზიციურ ველზე პარტიათა უმეტესობას, მათ შორის 5 ნომრის ქვეშ დაარსების დღიდან მოასპარეზე ნაციონალურ მოძრაობასა და აქამდე 4 ნომრად გამწესებულ პარტია ახლებს გაცხადებული აქვთ, რომ ისინი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და საარჩევნო ნომრის შესანარჩუნებლადაც არც ერთმა მათგანმა საარჩევნო რეგისტრაცია არ გაიარა, მათი ნომრები წელისყრით სხვა სუბიექტებზე გადანაწილდა. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ საარჩევნო ნომერს აუცილებლად დაიბრუნებენ, როდესაც მათი გადმოსახედიდან ქვეყანაში საარჩევნო პროცესი დაბრუნდება. სანამ საქართველოში არჩევნები არის გაუქმებული და ამაზე გვაქვს ძალიან მკაფიო და მყარი პოზიცია, მანამდე რა თქმა უნდა საარჩევნო ნომერზე გამოკიდება არის უბრალოდ არაადეკვატური. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც დაბრუნდება დემოკრატია საქართველოში, როდესაც დაბრუნდება პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში, ბიულეტენში აუცილებლად დაბრუნდება 5-იანი როგორც ნაციონალური მოძრაობის ნომერი. საქართველოში არსებობს უამრავი პარტია, შეიძლება საძმაკაცოს ჰქონდეს პარტია, ამიტომაც რახან 17 პარტია იმას არ ნიშნავს, რომ ეს რაღაც უფრო მეტია და ესე იგი უფრო მეტი წონა აქვს, იმიტომ რომ თავარია საპროტესტო ელექტორატში და ზოგადად ოპოზიციურ ელექტორატში ვინც სარგებლობს რა მხარდაჭერით და ვინც არის ასე ვთქვათ ყველაზე პოპულარული პარტიები, ყველგან კარგად ვიცით, რომ არიღებენ მონაწილეობას. ბოიკოტის იდეას გიორგი გახარიას პარტია და ლელოები რომ არიზიარებენ, ეს ჯერ კიდევ მაშინ თქვეს, როცა ორმა პარტიამ მემორანდუმი გააფორმა და არჩევნებში შესვლაზე გააკეთა განაცხადი. დღესაც ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა და ქართულ ოცნებასთან ყველა ფლანგზე, მათ შორის საარჩევნო უბნებზე დაპირისპირება მათი პოლიტიკური ბრძოლის ტაქტიკაა. ჩვენ ვართ მზად ბრძოლისთვის, ძალიან პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლისთვის, უკლებლივ ყველა მსხვილ წერტილში, ყველა ფრონტის გამოყენებით, ჩვენ მივიჩნევთ პროტესტი უნდა შენარჩუნდეს და უნდა გაფართოვდეს. ამავე დროს ვთვლით, რომ გამოყენებული უნდა იქნას ყველა სხვა ინსტრუმენტიც, მათ შორის გამოყენებული უნდა იქნას დე-ფაქტო არჩევნები, როგორც ბრძოლის ინსტრუმენტი და რასაკვირველია, ასევე ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომ ჩვენ გვაქვს 3 კომპონენტიანი ბრძოლის მეთოდი, სადაც ყველა შესაძლო ინსტრუმენტს ვიყენებთ იმისთვის, რომ დავასუსტოთ და დავაზიანოთ ბოროტმოქმედი რეჟიმი. ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება უნდა განხორციელდეს მშვიდობიანი ფორმით, რის საშუალებასაც იძლევა მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც არის არჩევნები. არჩევნებს ვიყენებთ, ნებისმიერ შემთხვევაში შევდივართ არჩევნებში და ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ შევამციროთ დღესდღეობით ქართული ოცნების ამომრჩეველი საბოლოო გამარჯვების გეგმა, რა თქმა უნდა, გადის აი ამ კონკრეტულ ქმედებაზე, რომ ვესაუბროთ ქართული ოცნების ამომრჩეველს, დავანახოთ მათ ოცნების კორუმპირებული ვითარება, ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში ნამდვილ მშვიდობას. ოპოზიციურ პარტიებს მერობის კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ. ორი სუბიექტი ჯერ კიდევ კონსულტაციების რეჟიმშია. გავრცელებული ინფორმაციით, ლელოები მომღერალ მერაბ სეფაშვილთან დაკავშირებით მსჯელობენ. გიორგი გახარიას პარტია თანაგუნდელ გიორგი შარაშიძის კანდიდატურას განიხილავს. დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლაში ებმება პარტია ალტინფო ზურაბ მახარაძის კანდიდატურით. ის კახი კალაძის კონკურენტი იქნება, რომელიც ქართულმა ოცნებამ მესამე წარადგინა საკუთარ კანდიდატად. მოქმედი მერი ამბობს, რომ კონკურენტებზე მეტად თბილისში არსებული გამოწვევების დაცლება აინტერესებს. შეეხება
ოპოზიციას პირადად მე ამით არ ვინტერესდები, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება წარმოდგენილი მათი მხრიდან, თუ რომელი კანდიდატი იქნება. ჩვენ რა თქმა უნდა ვესაუბრებით მხოლოდ ხალხს, საუბრობთ თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრობლემების გადაჭრა, როგორ უნდა უპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს. რაც შეეხება ოპოზიციას და მათ გეგმებს, ეს ჩემი ინტერესისაგან სათანადო. სახელმწიფო გუნდი არა მხოლოდ თბილისში გამარჯვებაში დარწმუნებულია ყველა მუნიციპალიტეტში. მმართველი პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელების შეფასებით, მათ ოპონენტებს საზოგადოებისთვის რადიკალური დღის წესრიგის გარდა არაფერი აქვს შესათავაზებელი. საბოლოო ჯამში თქვენ ხედავთ, რომ ეს არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში, არის რამდენიმე შედარებით მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელიც მონაწილეობას იღებს არჩევნებში, არიან შედარებით მცირე პარტიები. ჩვენ რა თქმა უნდა ვართ მთლიანად კონცენტრირებული საკუთარ საარჩევნო ამოცანებზე. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება და ხედავთ უკვე როგორი სპექტრია, როგორია მათი პოზიციები. ჩვენ ვართ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს. რაც უფრო ნაკლები ექსტრემისტული პარტია იქნება არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის და აქედან გამომდინარე ეს შედეგი უკვე კარგი არის, რომ ნაციონალურ მოძრაობა, ასე ვთქვათ, მისი ფორმალური ბირთვი რაც არის, მისი სახელწოდებით, მისი მათ შორის საარჩევნო ნომრით და ასე შემდეგ, დღეს გამქრალი არის საარჩევნო ბიულეტენებიდან, გამქრალი იქნება საკუთარივე არჩევანი. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია. 8 პარტიის ბოიკოტის ფონზე ხელისუფლება და მათი ოპონენტების ნაწილი არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის ნაწილი კი აქციებისა და როგორც თავად ამბობენ ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობისთვის.